უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი ხელმწიფე. მას ყავდა 3 ვაჟი. სიბერიშომს მოუხმო ხელმწიფემ თავის სამშვილს და უბრძანა. წადით, იოდონი და ბულბული იპოვნეთ და ვინც იპოვნის, ჩემს სახელმწიფოს იმას დაუტოვებ. ადგნენ სამთავწმები და წავიდნენ. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს მივიდნენ ერთ სოფელში. ამ სოფლის თავში სამართლის ქვა ედგა. ამ ქვაზე ეწერა: ზემოთ წახვიდე, მალე დაბრუნდეო. მარჯვნივ წახვიდე, გვიან დაბრუნდეო, ოღონ მშვიდობითაო. და მარცხნივ წახვიდე, საერთოდ ვეღარ დაბრუნდეო. არა, შედერო, ესე იგი ინსტიტუტში ვეღარ მოხვდეო. გაიგე? მოგეწონა. მოგეწონა ზღაპარ. ვინა? მე? რა ვიცი, კაცო, დედაჩემს დაუჩემებია გინდა თუ არა პოლიტექნიკური. მე რა ვიცი? შენ გიზი ხო არ ახარ, არცად არ მიდე, არც ერთ ინსტიტუტში. არავითარი მოწოდება არ მაქვს და იმით. შენ ისე ტელეფონზე ხარ ხო დაკიდებული? მოიცა? დედა. წავედი ტელეფონში. გავედი ტელეფონში. დედა, გაჩვენი ხო, ტელეფონი და გაჩვენი. 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 მთელი დღე დავდივარ. პოლიტექნიკურ ინსტიტუტშია ვიყავი. მე თუ ხარელთან მივედი. იმას წელს თურმე ლექციები აღარ ქონია პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ეს ძალიან ძნელია მოწყობა ყველგან. რა ვქნა მეშორება. არ ვიცი რა. და სიგორ დარჩი ერთი წუთით. ერთი პატარა ოჯახური თათფირი მოვაწყოთ. დაჯიქნა სიგორ, დაჯიქ. წერილი მივიღე. ალექსის თურმე სკოლა დაუმთავრებია და ალექსი ვინა? ვინა? ალექსი? რა ვინა? ხო? დიშვილია ჩემი. უი, აგრაფიაშვილი. რა გემართება ჩემო და სიგო, რა გემართება. ხოდა მოდის თბილისში სწავლის გასაგრძელებლად. ესე იგი რა, არ მივიღოთ სტუმარი? სად დავაწვინოთ ის ყმაწვილი, სად? სად? ხო. ჩემო და სიგო, ერთ ოთახში რომ ცხოვრობდი, რატომღაც უფრო კეთილი იყავი მახსოვს. წინათ ახალგაზრდა ვიყავი და მეტი ჯანი მქონდა და ახლა აღარ შემიძლია, ყველაფერი ჩემ კისერზე არა დავიღალი, აღარ შემიძლია. ხასაგებიან ესმის. გოგი? შენ არავის ისმე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში? არა. თუმცა ხანდახან გვერდითელს ხვდები ხოლმე. მაგრამ ახლა არ უნდა იყოს თბილისში მგონი. გვერდითელს? ხო. თუ გზის მამას? ნუგზარი მინდა. თამაზის ამხანაგი? არ ვიცნობ. როგორ არ იცნობ თამაზის ამხანაგის მამა? დასიკო არ ვიცნობ და მომგანი ახლა რა. როგორმე იქნება ნახო. როგორმე ნახე და იქ მოგახმაროს იქნება. მარტო მე ვაკეთებ ყველაფერს და მარტო მე ხარ შემიძლია ცოტა შენს ნახე ვინმე, ცოტა შენს თხოვე ვინმე, შენს გაინდერი მომეხმარე. შემიძლია ჩემო დასიკო იმეცადინოს ბეჭითო და მოეწყობა. მეცადინოს რა ვქნა. რატომ ანებირებ ჩემო დასიკო მეცადინეობა ეს? დიდი კონკურსია. არ მიყვარს ეს დაგვეხმაროს, მოაწყოს, არ მიყვარს დასიკო. არაფერი არ არის ამაში სათეკინო, შენში მე არაფერი ყველა ასე იქცევა, ყველა ასე აკეთებ, ყველა. ნუ მთხოვ, შენ ხაზოდი ჩამოვანიკო. რა ვიცი ახლა როდის ჩამოვა? უნდა გაიგო, აუცილებლად უნდა გაიგო. ჩამოვა ალბათ, ჩამოვა. დასიკო, ჩემთან თუ არის იმე უთხარი რომ არა ვარ სახლში. დედა! და გააღე, კარები ხო ხედავ დაიმტვრა. დედა, ყველაფერი დედა. შენ ასე ხო ხედავ მე ლაპარაკო. ადიქით გა. არ შემიძლია. მოვდანდი. აი მოვიდე. კარგად, საბათო. მოიცა ეს. სადა ხარ აკამე? ვერ მოვედი ერთმე და წერილ ლამხანთან მქონდეს ალბათ. შენ გახსოვს რა თქვა იმ კაცმა? იმ კაცმა თქვა მე მინდა გამოვიდე კიბერნეტიკოსი. მე არ მესმის რა არის ამაში ცუდი. დაიძრება ხარ. კაცს უნდა გამოვიდეს კიბერნეტიკოსი, ამხსენი რა არის ამაში სატრაბა. ეხლა ცდილობს იქ შერგოს თავის სადაც ადვილი. შენ არასწორად მრჩევ. კაცს უნდა მოწყობა, კაცს უნდა უმაღლესი საბარება და ეძებს საშუალებას.
შენ იმასთან გასწინოდი კვალიაშვილსაც. ამ დროს ბიჭმა თქვა, ჩემთვის სულ ერთია, ვინ გამოვალ, ოღონდ სამშობლოს გამოვადგეო. შენი ვანა უკნარა და მატრაგოჩა. კარგად. და კიდე ყოველთვის იყო და იქნება ქლესა, მატყუარა და მლიქნელი. ესე იგი შეშეგიძლია იგივე თქვა ჩემზე, როდესაც მე მოსკოვში ჩავაბარებ დიპლომატიურზე, ხო? მაგრამ უცხოენების ინსტიტუტში წელს მომიწევს ალბათ თბილისში დარჩენა და გაიცოდი წავალ მოსკოვში. შენ რა გიგალე, შენ რო გიწევს, რა უნდა გამოხიდო, შენ რა უპასუხე, ჰა? კითხე რა თქვა ვაჟ ბატონო. ხო. მე ყველაზე პატიოსნად უპასუხე. რაც საჭირო იყო ის უთხარი. რა უთხარი? ავდექი და უთხარი, რომ ამარა მასწავლებელო, ეხლა ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ მე თვითონ არ ვიცი რა მინდა მეთქი. ეს არის სწორად? დედა, უნდა გენახა რა ამბავი ატყდა. როგორო, მე-10 კლასელი, პირველი სკოლის მოსწავლე, პროფესორის შვილი და არიციო, კინაღამ კრებაზე დამამუშავეს. დედა, მილიციაში კიღამ წამიყვანეს. შენი ჭირიმე, რა გადაგია? როგორ ვერცი, ან ინჟინერი და ან ექიმიო, ან ფსიქიატრი. ფსიქიატრინე. გაბატონო და ასეთი მომიტანეთ შეიძლება. ფიზიკის და ალგებრის კონსპექტი მოგაქვს ბატონო. შენ არ გჭირდება? არა განაცხადეს უცი მეცნიერება, ჩემი სტიქია. აღარ გახლავ. აბა რა არის შენი სტიქია? მე ამ ბოლო დროს ჰუმანიტარული საგნები უფრო მიტაცებს. Это нам не задавали, это мини брата. რეულები და ეს დისერტაცია მოყარდა. հետո გამოდი რა იქე პალაპარაკო. ასანთი. მადლობა. იბერტად მიდიხარ ახლა. კინოში გავაგანო. შენ თაყოლგან გამოუშვა. ბარნეშილია. შენ ცეთი ყოველთვის რძილი ხარ, ისეთი თავაზიანი, ისეთი მე კეთილი მარტივ ფაქი. საბრძოლოთას. როდის ჩამოვა ბატონი ნიკო? მამა ჩემი. ხო. არ ვიცი, მამა ყოველთვის ექსპონატად მიდის და ექსპონატად ბრუნდება, ასე რომ პირველამდე ჩამოვა. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. მე პირველამდე. მაპატეეთ. ხო გათხრა. მე რა ვქნა, მე შველება. შველება. დედაშად გასაგზანი მაქვს. ონის რაიონი სოფელი გლოლა აგრაფინა ბიჭაშვილს რემონტი გვაქვს ალექსი ნუ ჩამოვა თამას დასო გიორგი თამას რა გინდა? ეხლა თქვენ კინოში მიდიხართ და გზად ეს დეპეშა გამიგზავნე გენერალ. თუმანი მოიტა და გავაგზავნა. მანეთით გეყოფა. კაი, 5 იყოს. მანეთი. როდის ვეღირსები, ერთი საკუთარი ფული მქონდეს. მომბეს და ეზღრიტინი სულ. აგენაცვალე, არ დაგარიწდეს. მაგუთი? რა? ფული. სულ დამავიწყდა. მეხსიერება გაქვს რა შენ? აი რა დედა კეთილ დავბიდი კინოში წაგიყვან და ნაყიდი გიგები მე რა ჟენი ჭირი მე რა ვაი მოკლა არავინ არ არის. მოდი. აი წადება შოქა რა გეჩქარე. არავინ არა. ლექსო. აქ უნდა იცხოვრო. აუ რა ბინა ბიჭო. სიჩუმე, სიწყნარე. დაჯექი და ისწავლე. კაცო მისამართი ხომ არ შეგუშავა. არა, კარგად წარწერე. გამარჯობა ხალხო. ხანახ საიდან გაჩდით? კარები ღია იყო. ღია იყო კარები. კარები ღია მეცნობა და კარები.
ქალბატონო. ღია იყო კამარა. ქალბატონო, უთხარი რამე. აი მე ლექსო. რა ვქნა ბიჭო? რა ვქნა? ქალბატონო, თქვენ არ იტყვით. ბისოლატასო, მე ალექსი ვარ. ალექსი უნიდან. უი, ალექსი ხარ. გამარჯობა. ენათალი, გამარჯობა. გულძანდები. აკრატინა როგორ არის? ბავშვები როგორ არიან? მადლობთ არა. თქვენ როგორ ბრძანდები? გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო. დადერის მარგი. არა რა გუშავს ასე ვიქნა. ალექსის სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვიდა. დედა მეუბნებოდა პასუხს დაველოდოთო. მე ვფიქრე რა საჭიროა ლოდინი დრო გადის. ესენი მოდიოდნენ და მეც გამოვყევი. ყველა სწავლის გასაგრძელებლად დიახ. ჩამოხედით. დიახ. მამა ჩემმა მითხრა გადახედეო ცხოვრებას. დრო არისო უკვე. გაუსინჯეო გემო. ხელჩაშიდეო. ავდექით და ქეწამოვედით. ჩამოვედით. ჩვენთან? არა, მე დამყავ თბილისში, აქ სწავლობ. თქვენ? მეც მყავს აქ ნათესავები. ფალეაშვილის ქუჩაზე, 64 ნომერში. დიახ. იცი რა, ალექსი, ჩვენ ხოლმე დღეს მივიღეთ შულოდელი. მოლოდნელი იყო. დავიდენი, იცი? და ჩემი სიკვდი. რაიო? რომელი საათია? 20 უგლი. რას? რა ვიცი, პატარა ის არის 2 თვეა დაკარგული მაქვს. Рали-вали, дили-дили, это нам не задавали, это мы не проходили. გამარჯობათ. რა გინდათ? არაფერი. აბა, ვინ გინდათ? არავინ. ვა. ნელა? ეთყობა ბიძაშვილია შენ. გონი. რა ბიძაშვილი? უთხარი ბიძაშვილი. ბიძაშვილია შენი ალექსი. ზემორაჭიდა. გამარჯობა. გამარჯობა. შენ თამაზი ხარ? ხო, მყავს ვიღაც ნათესავები სადღაც. ვიღაცა ნათესავი კი არა, გაჩერდე ბიჭო. მამინდაშვილია შენი. ნახე. გაჩერდე, ვიცი ხოლმე. მაშინ შენა ხარ? საოცარი ამბავია. სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვედი. მართლა? ერთბეთ ქვეშა ვართ ლაბამ მედაში. რა მოუვიდა? საძავიდა. შეგულ თბილისში შეფადრა? წამოწავედით. ხო, წავიდეთ. ჩვენ წავედით ლექსო. კარგი. აბა შენიც ლექსო, მაგრად იღარ. ხვალ გამოგივლით. სულ დამავიწყდა, ხალათი მაქვს შენი. გამოგივით აგოგო, რა ყველაფერი გავიწყდა. შენ გაჩერდე. არვეული მომენტი. ხალათი ამის, ჩემთან ჩავდები. პატარა ჩემოდანი აქვს და არ დაიკუჭოს მეთქი. ჩარაგენა. წავედით. წავიდეთ. ხვალ გამოგივლით. ნახვამდის. ნახვამდის. აუ შეხელი ბიჭო. აგეცინება გოგო. წამოება შენ გაგაცილე. ეგ გამაკლია შენ გამაცილი. სუსტი მისამართი მიდევს აგერ ჯიბეში. ბათუმის ქუჩა 48. აუ. წამო. ხვალ გამოგივლით ლექს. ხო, კარგი. კარგად იყავ. ექსო კარგი ქენი რომ ჩამოხვედი, თორე ამ სახში ისეთი მოწყენილობაა გაგიჟდები. თამას მე მგონი გთხოვე საფარფლე ერთხელ. მოდი აქ, მოდი გაიცანი. მამინდაშვილია, ზემორაჭიდან. ნუ გზად ალექსი. აგონია აკადემიკოსი გვერდზე გააწყალე კაცო. მისი შვილია. გეოლოგი. მამა ჩემია ფიგურა, თორე მე ჯეჯერობით არ ფესო წარმოვადგ. ნუ ეშინია, ნუგო, შენ ციგნები ფიგურა. არ მიყვარს მე ხუმრად და გვარძული და ტიდაობა, ნუ დამანებეთ. ნუ მაშინ ვიდგეთ ბატონო. ვიდგეთ. აუშ. აი ახლა რომ გრეკა ვაკეთე. თამა. შენა, მოდი აქ, მოდი. კარგი რა ნუ გზა, რა მოგივიდა რა. დამანებეთ. მოდი გაიცანი, მამიდაშვილი მესტუმრე. გულზე, ზემორაჭიდან. გამარჯობა. გამარჯობა. კეთილი. ალექსი.
ვაი. სათხაც მინახი ხარ. არა მგონი. რატო შეიძლება სიზმარში უნახი ხარ? აი შეიძლება. ქეთოს მამა ცნობილი მსახიობია, სახალხო არტისტი. გაჩერითამას. შენ კიდევ ამბობდი ჩვენ სახლში მოწყენილობა არის. ალექსი. შემორეჭიდებ. აღარ წავიდე? წავიდე. ისა, ხომ არ გეწყნებათ, მე თუ ვერ წამოვალ. აი, ვიცოდი ბიჭო, რა ვიცოდი, რა ვძნობდი, რა იცოდი, რა შედებილო, რაც არ უნდა იყოს მამიდაშვილი. მაგრამ მამიდაშვილი მეც არ მყავს სახში, მაგრამ რა მოხდა ამისთან, რა იყო ასეთი? ქეთო, შენი ჭირი მე ეს დეპეშა გამიგზავნა. თორე დედა ჩემმა შემჭამ. დეპეშა არა ის წამოდი. მოიწერე. გააგერე სამახ. არა, წადი. მე თვითონ გავაგზავნე. კეთი დროზე ახლა. გამატარეთ ალექსი. ხვალ მოხვალ. მოვალ. ხომ არ მოხვალ? არ მოგატუე. აბა კარგად. კარგად იყარ. ნახო. ჩემი გულით დარჩე რა. შენ მოგეწონა ქეთო. ლამაზია. ჩემი გოგო. რას ეშნებ ჩემი გოგო? რა არია გაუგებარი? ამ ხელაკაცი ბავშვი ხო არ ახარ? არა, ის შენთან ერთად რო ჩამოვიდა ისიც მარწყვით ვინმეა გოიცით რა ლივალი ტილი ეტოდამდის დათმალი ხა ხელები დაიბანეთ და საჭმელი ჯამეთ. წავ დავიბანო და ჩავხეთქო მე წავ ო აი დღესაც კატლეტები გააკეთე ხო? გააჭირა ამ შენმა კატლეტებმა საქმე ყოველთვის აი ხო ეს რა მოიგო? რა მოხდა? რადა წავიკითხე შენ დებეშა? ბევრი გესმის შენ. არც მინდა რომ ესმოდეს. შემოიტანე ჩემ ოთახში გასაშლელი ლოგინი. შენ ახლა დიდი სტუმარს მოყარე გამოდიხარ და მე მარტო მოიტანე, წაიღე, გააკეთე, ალაგი და კაი, ნუ ბიზგუნებ უშენოდაც გავაკეთე. საბაინდა ბალიში მომეცი. სადვიშოო მე ბალიში. სოდა შენ ლოგინზე სამი ცალი ერთმანეთზე შეხოხოლიკებული. ჩემ არის და რატო უნდა ჩუმად გაიგო? ეხლა ეს მის იმკაცო რომ მე დავწვევი უსაბნო და უზეწროდ იცოდე შენ ეს. და გამოცდეთ და ჩაიჭრები, იცოდე. კაიო, ნუ მაშინებამ შენ გამოცდებით და ყოველდღე. ძალიან ძლიერია ინსტიტუტში მოხვდა. მოდი ეხლა სხვა რამე ელაპარაკე მორჩი. შენ ყველა შეუძლებელია ლაპარაკი. არიცი რო. მიხედე იმ შენ მამიდაშვილს ისაჯობია. ხო ნახე რა ჯურის ხალხთან ერთად ჩამოვიდა. მე რა. მე დაიწყებენ აქსიაროს. შემჯამენ ხო? არ შემკამენ, მაგრამ შენ ისეთი ხარ, ყველაფერს სულს მაშინვე აიფისე. დედა, მე თუ დაგიწყე კრიტიკა, ხო იცი რა? ხო, კარგი. მიხედე იმ შენ მამიდაშვილს. მოდი დაჯექი. ეხლა ვერ მოვა. დედა ჩემს ყურადღებას ნუ მიაქცა. ურევს ხოლმე. ხანდახან ბიჭო იმისთან რამეს დაახეთქებს. კარგი გეყოფა. რა იყო? დედაზე ნუ ამბობ მაგრამ. რა ვთქვი ამისთან? რაც თქვი? ო, ეცოლათა სულ კარგი ქალია. მოგწონ? გაჩუქებ თუ გინდა. ჩავ. ო მართლა. რომელი ინსტიტუტში აბარე? სასოფლოზე. პედალოსანი ხარ? არა. აბა, ოთხიანები ბევრი ყავს? მე სამიანებიც ამყავს. აუ. დაგუპულა შენ საქმე. არ მიგიღებ. მე პედალოსანი არა ვარ. მაგრამ სამიანებიც არ ამყავს და მაინც შიშო ვერ მოხვდები მეთქი. რატომ მაინც სასოფლო ამოარჩიე? ასეთი სურვილი მაქვს. მოწოდება გაქვს? ვიცი რომ მხოლოდ იქ მინდა. თამარ! რა შველი, ხო კატი საჭმელია. აი ეს ავიცი გემრიელი კი იყო და. განცდომაშია ჩვენი კატა. იჭირდა სკოლაში სწავლა. არა. ავამტყოფობდი? არა. გასაგებია. სწავლა მე ჩვენსავით არ მიჭირდა, მაგრამ მომბეზრდა. ჩვენი ოჯახი დიდია. თანაც მამა რო არ აკავს, ძნელია ცხოვრება. სადაა მამა შენი? გარდაიცვალა. მოусმინე? ვინდა გაჩუქა? არა.
არ მინდა. აიდე. არა მე მოვეწყობი ინსტიტუტში. თავს მოვიკლავ და ჩავაბარ. ვინიც ის იქნებ ჩააბარო და მოეწყო კიდე. ჭამი. დასიკო, გენაცვალე, შემომიტანე ერთი ხავა. გამარჯობათ. გამარჯობათ. გამარჯობათ, მე ალექსი ვარ. ლექსო? გამარჯობა, ვიცი რომ შენი. ოჩახ ჩამოლექსო. ძალიან კარგი რომ ჩამოხვედი. რა ხალხი ეს ბიჭი გას? აბა. დაჭიქ ჩამოლექსო. დაჭიქი. ჩამოჭიქ. აი ასე, ოჩახ ჩამოლექსო, ესე იგი, ვაბარებ გამოსდებს არა? კარგია. ჩვენები როგორ არის, რაჭაში? მადლობთ, არა გუჭი. დაჭიქი. აგრაფინა როგორა, აგრაფინა? ცოდვილობს არა? დაჭიქი. შემოექსო, მაშასე. ესე იგი, საჭმელს შეჯამ თუ არა, შემოდი მერე ჩემთან და ცოტა მოვილაბარაკო. ხო? მოვილაბარაკო. დაჭიქი. ხედა? კი. ოტა კარგად მოისალო. ცდილო. შემოდი ჩემთან მერე. დასიკო გენაცვალე, ყავა შემომიტანე. რა კარგია რომ ჩამოხვედი. მოიცა. მაინც ეს სასოფლო ამოარჩი. ბიჭო, აგრონომი და ბუნების გარდაქმნელი. გარეგნულადაა ლამაზი. თორე დაამთავრე. გიკრავენ თავს სადმე კოლმეურნეობაში და ყოფას გიტირებ. რას ქვია მიკრავენ? არა ბიჭო, აბა წინადადებას მოგცემენ და შემოგთავაზებ. ხო და წავალ, მადლობასაც ვერ. სოფლის მეურნეობა უნდა აყვავა რა. ბიჭო, ყოფილ ხარ სოფელში? კი. ბავშვობისას. სასროლი ბადით თუ დაგიჭერია თევზი? არა. სანადიროთ არ ყოფილ ხარ? სად ბოტანიკურ ბაღში ხომ არა? ფოცხვარი თუ დაგიჭერია? და? ფოცხვარი თუ დაგიჭერია მეთქი ცოცხლად. შენ დაიჭირე? დამაგიყვარ სიცოცხლე. ახუმარა ხარ? ექსო. შენ? რა იქნება მეც რომ სასოფლოზე ჩავაბარო? ჩემთვის ხომ სულ ერთია სად მოხვდები? დიდი ყბედი ვინმე ხარ? აი გიყურებ და ვერ გავიგე, გულუბრყილო ხარ თუ? კაი. დაწნარ. დაღლილი ხარ? ეძინება? არა, ჯერ ადრე. მე ალბათ საოცარი შტაბეჭდილება მოვახდინე შენზე. გულში ფიქრობ ალბათ დარტყმულია ვიღაც. იმიტომ არ ბიჭო ასეთი რომ დარდი მაწევს გულზე. აი ჩვენის დანები. მე და შენ რო ვართ ახლა. რამდენია საქართველოში? საქართველოში კი არა, საბჭოთა კავშირში, მსოფლიოში. ისინი ვინც თავის მომავალზე ფიქრობენ, ნერვიულობენ, დადიან, კითხულობენ, მიდიან, მოდიან, განიცდიან. მე კი ყველაფერი ამერდამერია თავში. საი ყურა და გემა. არაფერი. ხომ არ გეჩვენება რომ
თითქოს ხანდახან ტვინი დუღს და გადმოდის. როგორ არა? ჩვენება. ეხლა დაწექი ხვალ ლაპარაკო. Нам задавали это проходили, душа тили-тили, трали-бали. Это тоже не задавали, это тоже не проходили, душа Антошка. Деда! Душа Антошка, Антошка, пойдем-ка под картошку. Деда! Тама. Деда, გააღე, კარები რა იქნება? გააღე. ეხლა გენაცვალე, ეხლა გიმეცადე. Tama. ხოხედა რომ მეცადინეობა. გამარჯობა დასაძე. მოვდადი ჩილა. კეთო მოვიდაო, კეთო მოვიდაო, კეთო მოვიდაო, კეთო შენ ეს მოვიდაო. კეთო ხშირად დადის აქ? ხო, მე რა? ურჩიენ უღარ მოვა. ითომ რატო? წაგართმე. ხო. დიდი წარმოდგენა ქონია შენ თავს. დაუყლა ჩემი საქმე გაგაფრთხილო. გამარჯობა. ხესალამაზი ხარ. რაშევით ხალხო? აკეთებ რამეს? წვალოთ. ნუ გზა. არა. ერთი წუთი წამოდი ახლა. შეთანხმებულო. თამაზიკო შენ წამო. მე არა დედა. წამოდი. დედა, წამოდი. მე არა. თამაზ, აქეთ მოდი, რაღაც უნდა მოგიყვე. ეხლა მოდიოდი ტროლეიბუსით. ვიღაც ბიჭი ამეკიდა, აი შენი თანასათვალეებია. ეხლა? ოღო ცოტა უფრო მაღალი და გამხდარი. ამეკიდა მომაშტერდა, ვეღარ მოვიცინე და ვკითხე. რა ის გამოცესაბარება. ცოტა გასიტუდა. ტროლეიბუსი გაჭირდა მოკურცხლა. ისე, შენზე სხვა ვინმესაც რჩება თვალი. საოცარია. შენ ამით კმაყოფილი ხარ არა? ვითომ რატომაც არა. ეი, რა ლამაზი თვალები თამაზიკო, მე ლამაზი თვალები და მწარე ხელი მაქვს. ალექსი გრამატიკაში მოიკოჭლებს. მართლა? მე მეკონა ალექსიმ ყველაფერი იცოდა. დაანებე ხუმრობას თავი და დაეხმარე თუ შეგიძლია. სიამოვნებით. შეუძლია დაგეხმარო. ფულად კი არ მიიღო ოქროს მედალი. შენ მართლა ოქროს მედალი მიიღე? ვაი? რა დეგენერაცია ვარ? აი მართლა, ეხლა გამაგებინე, მორფოლოგია უფრო გიჭირს თუ სინტაქსი? შენ უსწუ ხარ? მე თვითონ შევძლებ. ფულად ამბობ უარსლებს. გითხარი თვითონ შევძლებ მე. ბავშვებო, გაათავეთ მეცადინეობა. ჯერ არა დედასო. ძალიან ბევრს მეცადინეობ თქვენ, ძალიან ბევრს. დედა, გადავწყვიტე სასოფლოზე შევიდე. როგორ ფიქრობ? სად? ხო, როგორ ფიქრობ, დაგვიანებული ხო არა საბუთების გადატანა? შეთანხმებულზე ხარ? ხო, ალექსი მეუნება ფოცხვერს ერთად დავიჭერტო. ის ფოცხორი, რა ფოცხორი? ალექსი, რატო გინდა გზაკვალი აურიოთ ამას? დაამებეთ არის. კარგი. დედა, დედა, კარგი, დაგმარდი, რა მოგივიდა გეხუმრე. შენი გულისთვის დედა მზადვარ ცირკის ჯამბაზი გავხდე. ეგ არის შენი ნამდვილი. არა ბიჭო. გამარჯობა ძირბაზო მეგობრებო. ოლა, კუდაიჯო. სამურტალოში. პაკაი, ამიტომ ფოკუს პაკაზუ. პაკაი ფოკუს. პარკაუ. ვაი ფეხი. ლექსო, ჩემოსლამდე გააფიქრე.
გამართე. ეხლავე გავიმეორებ და მერე ვიცეკვებ. რას? ხორომს. ტიკ. ეს რა არის? კატამ დამკაცრა. ცოცხალი. შენ რა მართლა აგრონომობა გინდა? ასე ვთქვათ. მიჩურინის მსგავსი ვინმე არა? არავით არ მიჩურინე ჩვეულებრივი. თამარი მოგწონს? მომწონს. მგზარი? ჭკვიანია. ჩვენს რაღაც რა გემართება სულ რო იგრიხები და ებრანჭები? ჯერ ერთი რომ მამას იპარ. შენ ასე გონია? დიახ. ვიღაც ტუტუცი მოგაშტერდა ავტობუსში და შენ კიდევ დიდ ვინმე წარმოიდგინე შენი ცალ. როგორ მოხდა რომ ფიქრობ მე დალინიებაში? ნაცნობობით. შენ პრასტები. გულზე ვსკდები რომ ვიყურე. გზაგიშა. სულელი ხარ. ლექსო, გენეთვალე, ნაგარი გაიტანე ეზოში. დიახ, ეხლავე. რა დაემართა? რა ვიცი. ასე მითხრა ისე თუ მედალი გაქვს პედაგოგიაზე რა გინდა რომ აბარებო? გინდა თუ არა სამედიცინოზე ჩააბარე. რა ვიცი. კეთო გენაცვალე, ძალიან აქ ყურადღება მიაქცია თამას. ალექსი ძალიან ცუდ გავლენას ახდენს მაგაზე. თამაზი სუსტინების ყოფის ბავშვია და მეშინი არა იყოლიოს. არა, დასწრაფი. ხონახეთ ეგარა თქვა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტზე, არა, იცით მე არ მგონია. რატომ აიძულე ახლა ალექსი ნაგავი გაეტანა? რა მოხდა მე? მე ვერ გავიტანდი. შენ ყოველთვის 1000 ჯერ უნდა გთხოვოს კაცმა. ცხელ არა ჩვენთან. ძალიან. სახეს გაგწითლები. ხო. ასაკეთებდით. კარგი ვინმე ყოფილა შენი მამიდაშვილი, გამომივიდა რა კლასის დამრიგებელი. შესანიშნავი ბიჭია. მართლა? ხო. რა ვიცი მე ისე ვეზიზღები. ცდები. იცი, სანამ მოკვდოდი რა მითხრა შენზე. რა? არა, ვერ გეტყვი. თავაზიკო, რა გითხრა? თავი დამანები ვერ გეტყვი, არ შემიძლია. ნუ მეყვი. კარგი, ეხლა არ გეწყინო შენ აქ მამაკაცის ღირსების საკითხი დგას. მამაკაცი. დედა ძე არა გვაქვს. დავდებ ძეს და ეხლავე დავბრუნდები. დაბრუნდები. შემოდით. მაიკო და დიდო. გამარჯობათ. გამარჯობა. გამარჯობა. რა შე? გამარჯობა დიდო. აუ, რამდენი წიგნებია? მეცადინეობენ? რამე საკეთებენ? მეცადინეობენ კი. ჩვენთან იმდენი ხალხი მოაწყდა, ამ რომ არ ვიცი რა, მე ვერ ჩავაბარებ ნამდვილად. რისიგეშინია ხო? ჩვენთან უნდა ნახო, ჩვენთან. ერთ ადგილზე უკვე 10 კაცი მოდის. მე აუცილებლად ჩავიჭრები. კარგი, მაიკო, რას ლაპარაკო? დიდო დაჯექი. შენ კიდემ შიშარა ხარ და მეტი არაფერი. რა სიგეშინია გოგო შენ? ყველაფერი იცი და გრამატიკის კონსპექტია გამომართვა. ხო, ჩვენს რაჩი ყველაზე მეტად გიჭირს. მე შევთავაზე დახმარება და უარი მითხრა. რა? ყველაფერი უნდა გამოიყენო, ხო იცი? აი ხო ხედავ. ნუ იგრიხები. რა დაგემართა? დუილობს გამოსტებისათვის, თორემ ისე ძალიან კარგი ბიჭია. კი, კარგი ბიჭია. დამანებეთ რა თავიდან. ადექით რა წავიდეთ საბანაო. გამარჯობა. გაიგეთ, ქალბატონი დასო სავსებით მართალია. გამოდი. ჩვენს დროში ასე იწილო სწავლა, ოღონდ რაღაც ინჟინერია, ექიმი გამოხვიდა, ეს ხომ სამარცხნო ამბავი. ვიტონაც კარგად. და ძალიან კარგადაც მესმის. რა გინდათ ბატონო ჩემგან რა? ვისწავლო? მივდივარ სასწავლებლად. დავამთავრებ ინსტიტუტს და სარგებლობას მოვუწევ ჩემს სამშობლოს. გამოყო მე ვიღაც საწყალი ინჟინერი და დაიწყებ ტირილს. რატომ ინჟინერობა არც ისე ცუდია? რიგით ინჟინერობა, მე მგონი სახარბიელად არაფერია. ო, რა თქმა უნდა, ეხლა მაგისტრულია უდიდესი პიროვნება გახდეს და კაცო, მე არ წმალა. ცუდია სწორედ ის ჯარის კაცებსაც გენერალობა არ უნდა. ქალბატონო ტახტო, ჩვენ ვალდებული ვარ დავისახოთ დიდი მიზანი და ვეცადოთ მივახციო მას, ასე არ არის?
სრული სიმართლეა. აბა, უბრალო ადამიანს თავზე უნდა დავაფუძო. იცი რა გითხრაგაცო, მე შენზე ნაკლებად არ ვიცი თუ როგორ უნდა მოვექცი უბრალო ადამიანს. და შრომაც არის და შრომაც და დიდი ბოდიში თუ მე ბატონ გიორგი მეტრედოს და ქალბატონ ტასოს მე პატივს ვცემ, ვიდრე ჩემს შინა მოსამსახური კლავას, თუმცა მასაც გრძდილობიანად ვლაპარაკები, ნუ გეშინიაშე. აბსოლუტურად მართალია. ნუგზარი სავსებით მართალია. თქვენ უნდა ესტრაფოდეთ დედა, ასპირანტურას შენი წირიმი, შენ გაჩერდა, დედა, ქალბატონო ტასო, წოდებაზე კი არა ახსნა, მაგრამ თუ კი აქედან ვერ დავიწყოთ ფიქრს რაიმე დიდზე ჩვენგან, აბა, მითხრებით რა გამოვა მაშინ? კი, მაგრამ თუ ადამიანს რაღაც განსაკუთრებული ნიჭი არ აქვს. ვერ გეიგონოთ. გენეცვალე, ნიჭის გარდა არსებობს ჟინი, ნებისყოფა, შეუპოვრობა და ყოველი რამე შეგიძლია მიაღწიო ამ მიზანს. მე მგონი იმაში გვასწავლით სკოლაში. კი, გვასწავლით. მაგრამ ზოგმე საფრთხეში შეუშვა, მეორეში გამოუშვა, მე დავიმახსოვრე და ჩემი ცხოვრების მიზნად დავისახე. მართალია ნუგზარი. იცი რა, ჩემის აზრით უბრალო აგრონომად ყოფნა გონება შეზღუდული ადამიანის აი, ჩემის აზრით. ცუდია, როდესაც მწერალი თავის თავზე ამბობს, მე ისეთივე ვიქნები, როგორც ვაჟა-ფშაველა. მაგრამ აქვს უფლება და ის ვალდებულიც არის იოცარ თავის გუნებაში. ხო, აბა წარმოიდგინეთ ჯარისკაცი რომ დადგეს ყობის წინ და გამოაცხადოს. იცით რა, მე გენერალი მინდა ვიყო. როგორი გიჟად ჩატული. შეაბოჭბე და დაითხო. სახსი გაუშვა. გონი სიტყვაში გამოგიჭირეს, ნუგზარ, ნუგზარ. და თავის დასასრულს არ გამარხავს ადამიანი. მე უნდა მოგახსენოთ რომ ყოველივე ამაღლებული ისეთი საიდუმლოებით არის მოწყობილი და ისეთ მაღალ ესთეტურ კატეგორიას მიეკუთვნება რომ ჩვეულებრივად მომზადებელი თვალით ამის დანახვა შეუძლებელია. ამიტომ ლექსო შენ მაპატიე, შენი თეორია უაღრესად პროვინციული გახლავს და ჩვენი კამათი ამიტომ როგორც გადავ ვერ გამო. არსებობს აი ასეთი ფანდიც, რომელიც ახლა მოდად იქცა. კარგი სიტყვებისაგან აახოხოლიკებენ უშველებელ ხორეს, ხოლო რა არის იმის გადაღმაც უკვე აღარ აჩანს. თუ გაინტერესებს ფეხის წვერებზე შედექი და გადაიხები. მიდი, ოღონ ფთხილად, თორემ ეს ვაჟბატონი თავში მოგარწყავს რომელიმე ციტატას. არც ის ვარ, როდესაც კაცი თავის თავზე ამბობს, მე ამას და ამას გავაკეთებ. ყველა შორის მავნე პოლიტიკას ეთები. მავნე პოლიტიკას. ბრალდებაც წამოგიღენა. ქალბატონო ტასო, მე ეს კამათი დავიწყე თამაზის გასაგონად. ის ვერ ერკვევა ცხოვრების ელემენტარულ კანონებში და მე მინდა ის სწორ გზაზე დავაყენო, რაღაც აუხსნათ ესენი კი. გაჩერდი მე ლექსო. ხარ ჩემი მანათობელი ვარსკვლავი. გამინათე ნუგზარ გენათე. ლექსო, მართლაც კარგი იქნებოდა, რა არ გამოგეთქვა მათთან შენი აზრები. ბიცოლატასო, მე არ ვიცავ თამას, ის შეიძლება ცოტა ქარაფშუტაც კი იყო. როგორ თუ კარაფშუტა? შენ იგეკითხება თამაზი გაკრიტიკებას. თამაზი ნიჭიერია. და ის უნდა ესტრაფოდეს სწორედ იმას, რასაც ნუგზარი ეუბნება. გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგზანდით. მოგზანდით. გამარჯობა, ბატონი. დასიგო, გენაცვალე. მე და ნიკოს მოგშივდა და რამე მოგვიმზადე. იმეცადინეთ, ბავშვებო. მოგზანდით. თამაზიკო, შენც მამა შენთან ერთად ისადი გენეცელი, წამოდი. ნუ შენ წამოდი შვილო. არა, მალოს მე არ ვინ. აბა მაშინ წავიდეთ საბანო, წავიდეთ. ცხარობ და მე რისთვის ხალხო რისთვის. ესაც განსაკუთრებული დღეები დადგა ჩვენთვის. ასე თუ ისე ჩვენი ბედი უნდა გადაწყდეს. დიახ. მომავალი ცხოვრების გზას ვეძებთ და სწორედ ასე დროს არის ყველაზე საშიში შეცდომის დაშვება. თუმცა რა გვაქვს გადასაწყვეტი. ჩვენს ქვეყანაში ყველა უმაღლესი კარგია. სადაც გინდა იქ ჩააბა. კი, მართალია, მაგრამ ერთი წინასწარი პირობაა მან. ჯერ კონკურსი უნდა გაიმართა. დასიზამ. იძულებული ვარ გავითამაშო რაფერს ამ ლოტარიაში. ლექსო, შენ უილა ბრაზდები. რა გონია მე თამაზმა ყველაფერი ამიხსნა. ვიცი შენ მამა არ აკავს. შენთვის ძნელია სწავლა, მაგრამ ისიც კარგად იცი რომ ამას კომისია მხედველობაში ვერ მიიღებს. ამიტომაც შენ ცხარობ, ბრაზდები და ქვეკამათები. ნუგზარ, იცი რა, ეს უკვე უნამუსობაა. შენ უცხოენები კი იცი, მაგრამ დანარჩენი საგნები? კეთინო, გენაცვალე, მე ბავშვი აღარა ვარ და ვემზადებ იმდენად, რამდენადაც მეს მჭირდება. ხო, შენ ასე არ ილაპარაკებდი კონკურსი რო კონდეს გასავლელი. მაგრამ იცი რომ მამა შენი დარეკავს და გაგიტანებს დასაკუთრებულ. მამა ჩემი რაშვაშია. ესე იგი ერთი ადგილი უკვე დაკავებულია. და 10 კაცი ტყუილად ემზადება გამოცდებისათვის. ლექსო გენაცვალე, იცი რა, ჩვენ სხვადასხვა ინსტიტუტში ვაბარებთ, ამიტომ მე შენი კონკურენტი არა ვარ. და კარგი, დაწმად. ამ შემთხვევაში არ თქვენ არ ახართ მართალი. იპოვო გასაძრომი ადგილი არც ისე იოლი საქმეა. ნეტავი ვინმე სიტყვას დაძრავდა ჩემს შესახებ, თორემ ფეხებში ჩაუვარდებოდი. არა თამას. ამაში გაიძურების ელემენტია რა თქმა უნდა არის. მაგრამ აბა ხა გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, რომელი თქვენგანი იტყო და უარს აი ასე საშუალებას. ოღონ ძალიან ხოთ გულახდილოთ ყოველგვარი მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე. მართალია არ ვარგე, მაგრამ მაცნობელი ამაშია საქმე. მაცნობელი თუ არის რაღაც უსწრი მაიგო შენ. მამა შენი დეპუტატია მიგიწეროს ვინესთან და მოგაწყობენ. მე დამანებე თავიდან. ებისყופה. შეუპოვრობა.
რატომ გასვარე ეს კარგი სიტყვა? შენ რა მოგივიდა, ხო არ გაგიდე? ცხოვრებაში შევდივართ, ყველა კარი ღია. მაშინ რატომ გიდა უკანა კარიდან შეხვიდე? უკანა კარიდან. ვერ გაიგე არა? სადაც კიდე ჭკვიელად მოგავი და გულუფრთხილო წმინდანა. შენ ხომ იცი მაგ შენ უკან რა იმალებ? რა დაწვეულებრივი პატარა. ხო, თქვი ბოლომდე. არ არის ეს, მე მგონი შენ გაიგე უკვე. თქვი რიცი გეშინე. არა უბრალოდ არ მინდა გაწყენინო. შურს არა. აგი ლექსო ნუ გადააქცევ ახლა ამ ამბავს საზოგადო მოვლენა დაწნარდი. არ შეიძლება. სინდისო ხარ. გუკვატიოს ხარ. რა შემოგიგზა? როგორ გულასაკაცრავად, ასეთ შემთხვევაში დიახაც რომ შეიძლება. კანონი ერთია, კაცო, ყველასათვის ერთია კანონი და თუ საერთო რიგია. ჩადექი ამ რიგში. რომ იძურები, სად მიძურები? ა? როგორ მძურშენ? უკანა კარებიდან შედიან და მარტო შენ კი არა, კიდევ არიან შენისთანები, რომლებიც 1000-ნაირ ხვრელებს ეძებენ, რომ შიგ შეძვრენ და მოიკალათო. ჰარცხამა ყველანი. თქვენ დემაგოგებო თქვენ. მე დარწმუნებული ვარ. აი თქვენ რომ საშუალება გქონდეთ, ყველანი ზუსტად ისე როგორც თამას ფეხებს დაუკოსნით თქვენს წყალოდავს. რა თამას? ესე არ არის? უნდა გავლახო. ხო, კარგი მოეშვი ახლა. რატო ვიცი შეგაცო აგრე გავლახავ და მოვალ. წავედი მე. მადლობა მაინც მითხარი. რისთვის? იმისთვის რომ ღობის იქით გადაგახედე. წავედით ჩვენ. თქვენც მე მიხართ? ხო, ჩვენც დავალთ ახლა. ხვალ გამოგივი. ხვალ გამოიარეთ რა. მაგას მაინც გავლახავ მე. სკოლაში თითქოს ყველაფერი ნათელი და გასაგები იყო. ეხლა კი აღარაფერი აღარ მესმის. თამასიკო, თამას შენ გენათვალე შენა, შენი ჭირიმი შენი, შენ შემოგივლო შენი დედა შენი საქმე გავაკეთე გენათვალე ისეთი საქმე, ხვალდი. აი ამ ბარაც კარბელაშვილი. რა კარგია, კარბელაშვილი ვინა? დეკანი, დეკანი. კარგია, ანტოშკა, ბაჟონკა, ბატკატო, ოსტო, ტრალივალი, ჩილი ვაი. არა გული, ვაი. გულმა თითქოს ბაგაფუგი დამიწყო. შეგიძლია ჩათვალო, აი თითქოს მიმეხეს ინსტიტუტში. დაიღო. თუ გზარისთვის თუ შეიძლება, ვითომ ჩემთვის რატომ არ უნდა შეიძლებოდეს? სად მიდიხარ? გავივლი. მეც წამო. რას გადამეკიდე, რას დამდელ კუჩი რა გინდა? აუ. გაბრაზდა. თამასიკო, ნიკო მიდის გენათვალე და მოდი. შენ მოდი აქ. მოდი. შენ თვითონ მოდი აქ. ხო, გაიგო. აი ახლა მე. აი ამ ბარა. აი ამ წევი. რედაქციაში მივიტან. აი ისე მშვენივრად. შენ ხარ გაგიშდი? ხო, გავგიდი. შენ გესმის რას ლაპარაკობ? ძალიან კარგადაც მესმის. შენ აი ეხლა მიდი და დაუძახე. შენ ხარ გაგიშდი? ხო, გავგიდი. ხო, არ მოგცემ. არ მოგცემ. ისენასალა. არა, ეგ არაფერს ვაშია. ალექსი, ვიუხობები ჩვენ რა შეკეთილი ნებე. პატივიეთი ჩვენ ზესმა და ჩაულებებს. შენ შეგიფარეთ შენ. რა ქედი? შეიფარა და ჩამოვიდა მორჩა და გადავდა. მომეციებ ბარა. არაფერი არ მithქოს თამაზე. შენ ძალიან თუგავლენა. ძალიან მე მელაპარაკე. არა, მე მელაპარაკე. არ მოგცემ. რატომ უნდა მიცე? მიეც ბარა. არ მიცემ მორჩა და გადავდა. გეუბნები მიეც. არ მიცემ. მიეც ბარა. რა გიქნია ეს შემოდასიყვა? რა გიქნია შემოდასიყვა ეს? სანამ მე კაბინეტში ხელნაწერებს ვეძებდი, შენ ნიკო იძულებული გაყადა ხო? ჩუმად. შენ რა, ასიკო, წაუტირი არა მის წინაშე? წაუტირი არა?
მოდი ახლავე და მოუხადე ბოდიში, გასიკო. ახლავე მოუხადე ბოდიში. უხმაუროთ წყნარად მშვიდად. მოდი ახლავე მოუხადე ბოდიში. მოდი გასიკო. წაიგეთ თქვენი ბარად. შეგიძლია სამახსოვროდ შეინახო. გაგამშრამნებ, გაზეთში წავიღებ. საწაგელო არ უნდა. შენ რომ კარგად გესწავლა და გემეცადინა, დედა შენი არ ჩავარდებოდა ასეთ დღეს. აბა, ხო, შეხედე რა დღეშია. შემბრალება. დასიგო, კარგი გეყოლა, ნუ დიდი ხარ განაცვალე. მოდი მოუხადე ბოდიში. არ შეიძლება უხარხულია ასე ჩემოდასე. სიცხვილეა ბოლოს და ბოლოს. ლამაზი შეცი გააკეთე. ინსტიტუტის გარეშე დარჩი. ინსტიტუტის რა. რამეშველება საუკუნა რამეშველება. რა ხალხია ბიჭო? თვითონ რაღაც სისულელეს ჩაიდენენ და მერე მემაბრალებენ სულ. ვალო წავალ. რა? წავალ აქედან. და მიაქტოვებ, არა? მაგაციც ეგეთი უნდა. ადი. ხიდი ჩავტეხე ჩემო ლექსო. აით მივექანები არ ვიცი. იყო თუ ისე იყო, მივიდნენ ერთ უცხო სახელმწიფოში. იქაურ ხელმწიფეს ერთი ქალი ჰყავს. ერთიც ვაშლის ხე უდგას. შეუყრია უამრავ ხალხს თავი. ვინც იმ ვაშლს ჩამოაგდებს, ქალიც იმის იქნებაო. ესროლა ერთმა, მეორემ, მესამემ, ვერც ერთმა ვერ ჩამოაგდო. ესროლა ხელმწიფის შვილმა და მეტრეველის ბინა გახლავთ. თამაზი? თამაზი არ არის სახლში. მაბარებს გამოცდებს. რატომ იცინები? რა არის აქ სასაცილო ახლა მთელი ქალაქი აბარებს გამოცდებს და თქვენ არ აბარებთ გამოცდებს? აბარებთ ხო? წარმატებით? ხუთიანი მიიღეთ? გილოცავთ. და უკაცრავად, თქვენ გიმზადებით ქარიშვილო. ყურადღება 91, 92 და 93 ჯგუფების აბიტურიენტებს გთხოვთ შემოვიდნენ გამოცდაზე.
ხარ? კი, მარტო. თამაზი არ უსულა? არ მასულა თამაზი. რასაკეთებ? გრძივა უყურებ ტელევიზორს. ტრანსლაცია უნივერსიტეტიდან ახალგაზრდობა გამოცდებს საყარებს. შეგად ერთი ამბავია. ეხლა იქ არ ვიყავი? იქ იყავი? მე რა გინდა და იქ? თამაზი საქმეზე. არა, ერთი მითხარით, რატომ დადიხართ თქვენ მშობლები, რა გინდათ? რატომ უშლით ხელს ამ ბავშვებს? თქვენ აბარებთ გამოცდებს, ბავშვები აბარებენ გამოცდებს, გამოედინე ერთივე. ჩვენ ვითომ არ ვაბარებთ გამოცდებს, არ ვსწავლობდი, არ ვყავდით პატრონი თუ რა მოხდება. სადღე გავახო. ფიზკულტურის ინსტიტუტში. თამას ერთადერთი შესაძლებლობა აქვს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ფიზკულტურის ინსტიტუტი? კი, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, იგი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აბარებდა გამოცდებს. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვერ მოხდება. რატომ? იმიტომ რომ უკვე მიიღო ერთი სამიანი. მეორესაც რა თქმა უნდა სამიანს მიიღებს და ორი სამიანით ვერ მოხდება. ახ მიიღო უკვე სამიანი არა? დიახ. კი, მაგრამ რატომ მაინც და მაინც ფიზკულტურის ინსტიტუტი? მასშტაბ. ერთი თქვა და არ მოისურვა ამ ბაშბატონმა რა შვები მე? როგორ ჩაიჭრება? არც ერთ ინსტიტუტზე არ იტყვის უარს. აი ლექსო შესანიშნავად აბარებს. არ ვიცი, არ ვიცი. მთელი სოფელი აქ ჩამოვიდა. თითქოს თბილისი რეზინისა იყოს. ისედაც სული გვეხუთება, სული. ისინი მაინც აქეთ მოდიან და მოდიან. აი ლექსო მოხდება. და საერთო საცხოვრებელშიც მიიღებს ფინანს. არა, დასიკო ლექსო დარჩება აქ, ჩვენთან. კი ბატონო, კი ბატონო. დასიკო ლექსო ჩუმი, მაზვილია. დინჯი, წყნარი. შრომის მოყარე. შეიძლება თამაზი რამე ისწავლოს მისგან. ჩუმი, წყნარი. ეგ შენ ჩუმი წყნარი ლექსო გოგოებს დასდევს. გოგოებს? ქეთოს დასდევს. ქეთო ვინა? ქეთო, სახალხო არტისტის ქალიშვილი. არ ვიცნობ. თამაზი სამხანაგი. არ ვიცნობ. კარგი გოგონაა. ეგ გოგონა თამას მოსწონს. ეგ გოგონა მეც მომწონს. შენ რა შუაში ხარ მე? რას ქვია მე რა შუაში ვარ? დასიკო რატომ ერევი ახალგაზრდების საქმეებში? თავი დაანებე გეთაღვა. დასიკო ჩემთან თუ არის ვინმე უთხარი რომ მე არა ვარ სახლში. არ დაგავისწრეს შევიძინე დასიკო. ხო, კარგი. მოგძანდით, გამარჯობა, როგორ არის საქმე, აბარებთ გამოცდა? აბარებთ. ხო, დიახ, ვაბარებთ. კარგია. ლექსო არ დაბრუნებულა. არაშვილო არ დაბრუნებულა. დაიცადეთ. გამძანდით. არ თამაზი? რა თამაზი? არა, ისე ვიკითხე ხომ არ დაბრუნებულა. არა, არ დაბრუნებულა. გამძანდით. მოუწადეთ. მადლობთ. მადლობთ. გამძანდით. მე საქმე მაქვს. გამძანდით. დაჯექი, კარგი ხო, აჩეკი. თუ კიდე ტელევიზორს ჩაგიხარ. არა, არ მინდა ტელევიზორი. გამძანდით. ეხლა. უყურეთ. აი ხე კამსტერდი ჩაწერე. ხო, ჩამოწერინე. სანამ მოვიდოდნენ მე და შენ გავიმეოროთ. დავიწყოთ. ხო, დავიწყოთ. ჩაწერე. კერ. კრისტალებს ახასიათებს შემდეგი კავშირები. წესიერად დაწერე რომ მე გაარჩიო, გესმის? კარგი, დავწერ, ხო, რა მოგივიდა? კრისტალებს ახასიათებს შემდეგი კავშირები. ნელა წაიგითხე ცოტა. რას გარბი ხარ? კაი, ჩაწერე. ვერ ვასწრებ. ჩაწერე. კრისტალებს ახასიათებს შემდეგი კავშირები. გამოცდები. ხო? ნახე? საიდან ერნეტე ჩვენი ინსტიტუტი ხო არა? არ ვიცი, რამდენი ხალხია. როგორ ულოცა? ალბათ ხუთიანი მიიღო. რა არის? ახედებს უყურე? როგორ მეში? საკამოსტოში ახედებ. ნეტა ჩვენ რა ვიმართლეთ? აბა. თითქოს წვიმა იყოს. მიკანახე მაიყოს, სულ არ მაინტერესებს ახლა ეს ქოირები. კრისტალებს ახასიათებს შემდეგი თვისებები. მაინც ქარაწერე რა მოგივიდა. მეტალებს სულ არ დაბინავებული კვანტინაში. იონური, კოვალენტური. კოვალენტური? იტყვი ხოლმე რაღაცას, რანაირად არ უნდა დაბინავებულიყო. შე ყოველ ქუჩაზე ნათესავი ყავს, მასე ხო არ არის? მე ყველა ქუჩაზე ნათესავი მყავს? წერე. ხო, მართალია, როგორ არა? ეს ინზეპირად უნდა იცოდე. იცი. იონური, კოვალენტური. ადექიდან მიიყვანე რომელიმე შინათესავთან. უხერხულია.
რატომ არის უხერხული? აი გაგაცინებს ახლა რო იცი. გადაბავალი. თუ კარნაკობი გაგნახე, რატომ ეს აბრალ? კავშირები იდეალურად არ ხორციელდება. ერთი სამიანი ხომ იყო? მე მე მეორესაც მიიღებს თავი და უკრას აქაურობას უკანა ადგილი. ავტობუსში წავიდე საჭაში და ჩამოვედი დედიკო. გაგიხმეს ეგენა. მადლობ. არაფრის. მე სულ დავუმჯდები ოღონდ იმ ბიჭებს შორსა. კრისტალი არის ნაწილაკებისგან შემდგარი სისტემა. საწყალბიც თავის სასაჭირი ადგა და ახლა ახალის დაემატა. რა მოუვიდა? რა მოუვიდა? რა მოუვიდა არის ტყვი? და ისკეთო ძალიან უცეცებს თვალებს. იტყვი ხოლმე რაღაცას არ დაფიქრდებ. რას უყვი რა? ჩემი თვალით დავინახე რა მიაშტერდება ხოლმე. როგორ მიაშტერდება ხოლმე? როგორ და ისე აი მიაშტერდება ხოლმე ისე რომ აი მიაშტერდება რა. როგორ მიაშტერდება? როგორ და შენ რომ მიაშტერდები ხოლმე. und ცოტა უფრო ენერგიულად. კრისტალი არის ნაწილაკებისგან შემდგარი სისტემა, რომელსაც ხსიათებს ცოტანელა წაიკითხა. მისთვის დამახასიათებელია რიგშორის წესრიგი. გუშინ ვიყავი ერთ და მithres ალექსი და კეთო ისტორიულ მუზეუმში წავ. ხო და აქედან იწყება ყოველგვარი ის. რა ისტორია, რა იწყება? ჯერ ერთი ალექსი ძალიან კარგად იცის რომ თამაზი და კეთო. ასეთ ამბავში ყოველგვარ ნათესაურ კავშირს ეკარგება თავისი ძალა. ჩვენც წავიკითხავს მხატვრული ლიტერატურა, მაიკო. და ჩვენც გვესმის ცოტა რამ. წაიკითხე რა მაიკო. წაიკითხე რა. ხლა. კრისტალი არის ნაწილაკებისგან შემდგარი სისტემა, რომელსაც ახასიათებს შემდეგი თვისებები. ცოტანელა. კრისტალი არის მაგრამ ექსომ ხო იცის რომ მე კარგი რა მაიკო. არ გესახლა მაგაზე ლაპარაკი. დაწნარდი მე ხო. აი. ნუ აი ხო გაჩერდი. თქვენ მინახავთ? ჩვენ ლექსოს ამხანაგები ვართ. ლექსოს ამხანაგები? დიახ, ლექსოს ამხანაგები. აჰა. გეტყვა, თუ შეიძლება ერთი მომწოდეთ ისე. დიახ, გვალობთ. ეს არ არის ჩემი? შეშა. ის მომწოდეთ თუ შეიძლება. დიახ, გვალობთ. გამარჯობა. დაბრძანდით. არა, რა გვიშევს? დაბრძანდით. იმეც არიან. ცი, აბარებთ რა? გამოცდეთ. დიახ. აჰა. ზარი იყო? არ ყოფილა? თამაზი მოვიდა. სად არის თამაზი? აბა ის უყურა. არ გადამახედო ახლა პანჯარაში ხო? ოფ. ესე იგი, წარმატებით აბარებთ გამოცდებს ხო? დიახ, წარმატებით. ხოჭახ. ცდილობთ, დასიკო. ხედავ, აი ამათ შეძლეს. მე რა შუაში ვარ? შენი სამალაპარაკები გაგონება მე ვიყო დამნაშავე. არა, მე არ გადანაშაულებ შენ. არ გადანაშაულებ. ფიზკულტურის ინსტიტუტით არ არის ცუდი. კი, კარგი. მომავალ წელს სამედიცინოზე გადავიყვან. სამედიცინოზე. აბა? სამედიცინოზე. დასიკო, ნუ არ შეუშვით ბავშვებს ხელს იმეცადინა. დაბრძანდი. დაჯექი ჩილო. დაჯექი, იმეცადინა. დაჯექი. საძავები. აი მოვიდნენ. თამაზი მოვიდა? მოდი ჩვილო, მოდი. რა ქენით? ჩაობარი. რა ქენი? ჩაობარი. ლექსო. ჩაბარე. ლექსო, რა ნიშანი მიიღე, ლექსო? ხუთი. მომილოცავს. გამარჯობა. გამარჯობა. თამაზი როგორი? არ იყო? გამოსკაზე იყო? არ მინახავს. მოვალ, მალია რა? მოვალ, როგორ არის საქმე ლექსი? გოლი კარგად ვიცულა. ხუთიანი? ხუთიანი. ოჩახ, მომილოცავს. წავალ ახლა და აგრაფინას დეპეშას გაუგზავნი. ხო? როგორ გაეხარდება დეიდა აგრაფინას, რო გაიგებს ლექსო? მეჯენი გოგინაჯვალი. როგორც კი მოვა თამაზი, მაშინ რომ შემეხვდები. ხო? კარგი, თავი. მეჯენი გოგინაჯვალი. აი, ეხლა წიგნი მაიყო და მიგანახე. ესე იგი, კარგად არის, არა? წაიკითხე. შენი საქმე. წაიკითხე რა დრო არა. კარგად რო არა. აქ ხოთე. ქართულ წერაში სამიანი მივიდა. რა?
ხუთიანია? ის მათემატიკაში. ექვსი. ყველაფერი ასე უეცრად? გამიცდი? არა. უბრალოდ ძალიან მაინტერესებს როგორ ჩამოხტირის ცხვირბირი. ამისათვის მოцხრიალდი ინსტიტუტში. თქვენ იქ ნახეთ ერთმანეთი? არა. მე ისე ცხოვრობ ინსტიტუტთან. დღეს გამოიარეთ. დაწერე. კრისტალი არის ნაწილაკებისგან შემდგარი სისტემა, რომელსაც აი, ნელა წაიკითხეთ. გავიმეოროთ ჯერ. რომელსაც მესერი ახასიათებს. მოგწონს ჩემი შარვალი? არა. მისთვის დამახასიათებელია რიგ შორის წესრიგი. პირდაპირ შეუძლებელია ამასთან ერთად ქუჩაში სიარული. გამვლელ-გამოვლელი, განსაკუთრებით კი ქალები. ისე უყურებენ თითქოს თოჯინა იყოს. შენ შეამჩნია რა? გაზდადი ხარ მე. საოცარია პირდაპირ. ამ შარვის გამო მთელი ქალაქი მე ვიყურებს. რიგ შორის წესრიგი იმას ნიშნავს, შენ რომ მეტი არაფერი რაიმე გაქვს ალაპარაკო. მაქვს. დადგენილი წესი ჩაწერე მე. თუ ჩემი არ გეშინია გამომყევი იქით ოთახში. რა, მე შინიაგი არა ის. ეხლა მაკლი, ახლა შენი მეშინავდეს. შენ გელი არა ხარ და მე ცხარი რო შემჯამ. ნერვების მომშლელია ეს კეთო. იგრიხება იპრანჭება. ძირვირმე წარმოუდგენია თავის თავი. ალექსი რასულენია. ცირა მითხრა მე. თითო? ხო, თითო. თითოში კეთო მოგწონს. საიდან მოიტანა? თვალებში შევატყვეო. სიკამოგი. შენ ხომ არ მოგწონს? მომწონს. რა თქვი? ძალიან? ძალიან. ექსა. როუშა. მე ხომ შენ არა. არა, ეგ არ არის საჭირო. რა არ არის საჭირო? რასაც ახლა არ არის ეგ საჭირო. ჩვენ მე და შენ. შენ კარგი გოგო ხარ მაიკო. სისულელია ყველაფერი. მე ჩემ სახში მინდა. რას ამბობ? ჰა? უკანასკნელი გამოსთა დარჩა და სახლში მინდა. მინდა გამოწდე. რას ამბობ აბა? 2-5-იანი ხომ მიიღე? კარგი. აი, მოდი. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. მოდი აქ. მოდი.
დაჭი. ლექსო ბიჭო, იმ გოგო შენი აბა ვიანტერესებს თუ ამბობ? იცი რა? შენ გამოცდაზე იყავი. წადი ამგან შეუშვირე თავი გაგრილდები. მართალი ხარ. აიგო. კარგი ახლა. ნოტირი ხარ დაწნად. ეთყობა არ იცოდე. ვიცით აჩილებაზე მოიყოს ადამიანი. ხდება ხოლმე ესე მაიკო. მე იმიტომ გეუბნები მაიკო რომ ხდება ხოლმე ასე. ხდება ხოლმე. აი ძიძი. როგორ არის? რა გეუბნები ესე იგი ვიცი. კარგი მაიკო. დაწნარდი ნოტირი ხარ. მივდივარ მე. სახლში მელოდებიან. უნდა წავიდე. წავედი. მერე გამოგივლი ნახა. თამაზი მოვიდა. რა გატირებს? რა? სამიანი მიიღე? ორიანი ფსიქოლოგიაში. მართლა? აბა? უბრალოდ დიტომ მაწყენით. იმიტომ შემასე არეული. თამაზიკო რა ქენი გენათვალე? რა ბარიშვილი? როგორ არის საქმე შენი? მომილოცე დედიკო, მომილოცე დედიკო, მომილოცე ჩამჭრეს დედიკო, ჩამჭრეს. ხო, ჩამჭრეს ვერც ერთ კითხვაზე ვერ უპასუხე. ორი არის. მორჩა და გათავ. ონკალი თამაზე ეგ არის. რა მეშველება ეხლა? რა ვქნათ? აი მე თამაზ რა უნდა ქნა? თავში ამოიხჩო. აი მე თვალია. დადი შენი წინე ჩარა გოგის დაუძახე. გოგის დაუძახე. რა იყო დეიდასო რა მოხდა? რა მოხდა? ჩაიჭრეს. ჩაიჭრა. გოგი, გოგი უბნებოდი ჩაიჭრა. ჩვენი ძირიმი სამბლოიერო დეპეშები და ყვავილები ჩემ ოთახში დააწყვეტ. თვალია ის თვალია. მოიცა და შეგვირა ხარ და გილო. ცოტა, 8 ჩაისჭიკა. დამშვიდი და რასაკეთებ? არ ვიცი. მაინც რას? ამ შენი ამხანაგების მაინც არ წვენია? 100-200 კილომეტრის სიშორეზე ჩამოვიდნენ რომ ესწავლათ. ეგურები ცხოვრობენ აქ. იქნებ ჯამაც აგლიათ, ძირიც. შენ რა გაგლია? მოიცა და სირო, მოიცა. დამშვიდი დეიდასო რა. თამას, დედა შენი ამბობს რომ არის შესაძლებლობა ფიზკულტურის ინსტიტუტში შეხვიდე და იქ ისწავლე. რატო მაინც და მაინც ფიზკულტურის რა ესპანელი რომ აქვს იმიტომ? მე ყველგან ვიყარი, ყველგან დავიარე. სხვა საშუალება არ არის. დაწნარდი და სიკო, მოითვინე. არ მინდა. მოითვინე. თამას შვილო, შენ არ იცი რა მნიშვნელობა აქვს დღეს განათლებას? მამა, როცა შენ გეოლოგიურზე აბარებდი, რომელი ინსტიტუტი ქონდა მარაგა? თამას როგორ ალაპარაკები მამას? მოიცა და სიკო, მოითვინე. თამას, სანამ მე სწავლას დავიწყებდი, 4 წლის განმავლობაში მუშაობდი გეოლოგიურ პარტიაში, შავ მუშად. შრომობდი თამას. ვცდილობდი. მამა, კარგი ვარ. დაუშვათ შენ მაშინ მოეწყო უცხოენების გემოკვების ან რომელიმე სხვა ინსტიტუტში. გამოხვიდოდი მაშინ მეცნიერი. არა, სრულიადაც არა. შენ ხშირად გიყვართ, თქმა ძალიან გამრავლდა მეცნიერების გარშემო მოფუსფუსე ხალხიო, რომელთაც მეცნიერება კი არ აინტერესებს, არამედ ის სარგებლობა, რასაც მისგან გამოელიან. საიდან გაჩნდა ეს ხალხი? ყველას უმაღლესი განათლება აქვს, ყველა კანდიდატია, ყველა მეცნიერია და მე ყველა ნუგზახს მაგონებს. შენ სულელი ხარ, ბავშვი. ამ ცხოვრების არაფერი არ არ მინდა მესმოდეს ისე როგორ შენ გესმის. არა, სრულიად ხიზელი ვარ, მაგრამ თუ ეხლავე დავისახე მიზნად რომ ბაბოლა ვინმე უნდა გავხდე, აუცილებლად დავიწყებ, სმას იცოდე შენ ეს.
იმას გენაცვალე, ჩემი ფიზიკის და ალგებრის კონსპექტები დამიბრუნე თუ შეიძლება, მჭირდება მე. ზუსტი მეცნიერება დაგჭირდა რა. დაგიხურეს ხრელი. ნუ გეშინია, ნუ გო სხვა ხრელში შეძვრები. არა გენაცვალე, ტყუილად გიხარია, მე წარმატებით ვაბარებ გამოს. ჩააბარე, შრომელი ხალხი საუბედური. ქალბატონო ტასო, რა იყო? რა უბედურება დაგემართათ, რომ მამა ჩემს ეღრიტინეთ, გამოსცანსეთის ბარათი, რა იყო? მოვიდა კაცი, გამოვიდა დედა ჩემს ესელაპარაკს. გაეცელი, გადი ქუჩას დადეგე და ბანილა გამომიდა. გაეცელი აკეთე. გადი აკეთე. ამოიღეთ, გადაგშვიდი, გაჩერდი. ყველა მე მემუქრება. თამას. სრულ უფლებას გაძლევ. შენ თვითონ ამოირჩიე პროფესია. შენ თვითონ. ლექსო. მე დღეს გამოცდა არ ჩამიბარები. გადაიდო? არა. არ გავედი გამოცდას. რატო ბიჭო? მივედი ინსტიტუტში. როგორც ყოველთვის უამრავი ხალხი იყო. ყველას მოუსვენრობა ეტყობა, განიცდის ფუსფუსებს. იქვე კუთხეში ერთი პატარა გოგო შევნიშნე. ეცვა ისე უბრალოდ. ჩაუხუტებია წიგნი და ბუტბუტებს რაღაცას. ვერ გაიგებ კაცი, მოცულობს თუ იზეპირებს. გულზე შემომაწვა. გაუბრაზდი. ვიფიქრე, რას ეჩხირები, რომ ეჩხირები მეთქი. ჩემთვის ხომ სულ ერთია და ამ გოგონას კი დიდი სურვილი აქვს. მოწოდება აქვს მეთქი. ავდექი, შემოვტრიალდი და წამოვედი. სისულელე ვქენი არა? ეხლა რასაპირ? არ ვიცი. ყველა ადამიანს თავისი წერტილი უნდა ქონდეს. რა წერტილი? როგორ გითხრა, წერტილი კი არა. აი, თავისი ადგილი უნდა ქონდეს ცხოვრებაში. როცა ადამიანს თავისი ადგილი აქვს, მაშინ ის ბედნიერია. შენ ეძებ. გინდა მიაღწიო შენ ადგილს ცხოვრებაში. მე კიდე ვერ გავიგე სადაა ჩემი ადგილი. სადღაც კია. ისიც ვიცი რომ ის ჩემია, მხოლოდ ჩემი და მინდა ვიპოვო. აი ეს უნდა გახდეს ჩემი ნამდვილი მოწოდება. ასე არა? ალბათ ასე. მე ვიპოვი მას. აუცილებლად ვიპოვი.
როგორც იყო შევიდა კოშკში ხელმწიფიშვილი. მზე თუ ნახავს ოქროს ტახტევანზე ეძინა. ხელმწიფიშვილი მიეპარა და ფრთხილად ლოყაზე აკოცა. გამოეღვიძა მზე თუ ნახავს. დაინახა კალმით ნახატი ყმაწვილი და ერთი ნახვით შეუყვარდა. ისევ არ მუშაობს ეს ტელეფონი. სად არის ამე? სად? ვაი. დასიკო, რა გემართა? რა მოგივიდა, დასიკო? არა. მოხდა. ცუდად ხარ? არა. მაჩვენე. მარტო ხარ? მარტო ვარ. ხო. მოჩვენებასავი დაუბორიალებ. დავდივარ. ღელა. რატომ ღელა, დასიკო რა? ლექსო დილას წავიდა გამოცდაზე და ჯერ არ დაბრუნებულა. კარგი, ახლა არ შევაბარები ალბათ ამასთან. ჩააბარებს და მოვა. თამაზიც წავიდა. არც თამაზი დაბრუნებულა. რა ვქნა, რა მეშვენება. შეხვდა ალბათ იმას და გაყვა. რა მოხდა ახლა? მოვა. მილიციაში მინდოდა და მე ვარ მუშაობს ეს ტელეფონი რა ვქნა. კარგი, დაწნადი შეინჯურინა. არ დაიკარგება ეს ბიჭი ბატონო, მოვა. დაბრუნდება ბატონო. არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა. გაჩერდი ახლა დაწნადი. დასიკო, სადა გაქვს ის რა ქვია იმას? ვალედოლი. არ გინდა? დაწნადი. კარგი. დავშვიდი, ჩემო დასიკო, დავშვიდი. გოგი. ხო? ყავა ცხელია და თუ გინდა დალიე. კარგი. დასიკო, ყურსას დაგაკლდა გენაცვალე. მუშაობს ეს ტელეფონი რა არის აბა ეს? რამდენჯერ ვთხოვე ჩემო დასიკო, მაგარი ყავა გაგეკეთებინა. დასიკო, თამაზი მუშაობა უნდა დაიწყოს. მუშაობა? სად? ქარხანაში? რა უშავს მე რა, სხვები არ მუშაობს თუ რა მოხდა ახლა ვითომ? სხვები რაში მეკითხება კაცო? კარგია. თამაზი სუსტი ბავშვია. გაჩერდი დასიკო. რა თქვია გაჩერდი? აი თამაზ დღეს უყიდე რკინიგზა. დაჯდეს, მოიფიქროს, ქუჩაში ხედიას ეს ჯობია. იჩხილ კედელაოს, რაღაცას გააკეთებს მაინც. დასიკო, ამით უნდა გაერთოს ახლა ამ ხელა ვიჭი? ქუჩაში ხედიას ეს არ ჯობია. ესეც შედოიცოდე ძლივას ვიშოვე ნაცნობა. ჩემო დასიკო, ძალიან ანებიურებ ბიჭს, ელოლიადები, ეფერები. ახლა შენ რომ მკითხოს კაცმა, აკვანშიც ჩააწონ და არტახებსაც შემოუჯერ. შენ გონი ამით კარგ საფხს ვკვეთებ მას? კარგს ვაკეთებ. არ ვარ გასა ჩემო დასიკო, დამიჯერე, არ ვარ გა. დაიწყოს მუშაობა. ასე აჯობებს. საქმე ჭკუას ასწავლის. თუ მოისურვებს სწავლას, შევა ან დასწრებულზე ან დაუსწრებულზე, სულ ერთი ამას არ აქვს მნიშვნელობა. იცი რა? შენი ჯობია ლაბორატორიაში მოაწყო სადმე. სად? ლაბორატორიაში. რა მაგის საქმეა ლაბორატორია? დასო, ლექსო არ მოსულა? არ მოსულა? არა? თამაზი სად არის? თამაზი შემოვა ახლა. იცით რა, ჩვენ ახლა მაიკოსთან ვიყავით. ვიფიქრეთ იქ ხომ არ არის თქო. ხო და მაიკოს გამოსვლა ჩაუბარებია წასულა სადღაც. მერე დიდოსთან გვინდოდა წასვლა, მაგრამ დიდოს მისამართი არ ვიცოდი. ვეუბნები დედა, ჭკუიდან ნუ შეიშალე მე არა საუნყოფოში დავრეკოთ თამას. იქნებ რამე მოუნდაო. იქნებ შენ რა უნდა თამას, რა თქმა უნდა, სწორია. გამარჯობა. გამარჯობა.
უკაცრავად თქვენ მიმზადებით. მე კეთინო კეთინო? თამაში სამხამარა გეტყვი. უიდან ვიშლები შენ გაფრთხილე. თამას, ჯერ ერთი რომ მე არ ვიშლები. დიდი ყავა და მეორე. არ მინდა ეს ყავა. თამას, მეორე კიდე შეიძლება გამოსთა ვერ ჩააბარა. გესმიში? და მესამე ის არის რომ თავდაჭერილობა გაკლია. და რაც არ უნდა იყოს გოგო ხარ, უნდა დაფიქრდე ცოტა. დავანებით თავი. შენ არ გესმის რომ მე ადამიანის ბედზე ვზრუნა. ო ბიჭო, ზრუნვა ადამიანზე სოფლიო მასშტაბით. კარგი, თუ ძალიან გაინტერესებს, გეტყვი. ჯერ ერთი რომ არ შეიძლება პირდაპირ მე-10-დან დაიწყო. 30-დან შეიძლება. ასე ჯობია, აბარა. საქმეს დავუახლოვდებით. სულაც არ უყვარვარ იმ შენ ლექსოს. გეჩვენება. არაფერიც არ მეჩვენება. იცი, როდესაც მე და ლექსო რაიმე სერიოზულ თემაზე ვლაპარაკობთ, მაშინ ისეთი ადამიანურია, ადამიანურად მელაპარაკება, მაგრამ პირად თემაზე გადავალ თუ არა, იმ წუთში რაღაც ველური ხდება. რა გინდა ახლა კეთი? გინდა დავამშვიდო შენი აფორიაკებული სული? შეხუმრობ არა? სამწუხაროდ სერიოზულად გეუბნები. რას მეუბნები? გახსოვს? ერთხელ მკითხე. რას ლაპარაკობდით იმ დღესო? მერე? და მინდა იცოდე. მაშინ მითხრა წაგართმა კეთოს. აბა ეხლა თავი დამანებე. დამანებე თავი. ო ბიჭო ნახა, ღობედან ყოცნის აკუდის სიყვარული. დამანებე თავი. დედა. რა იყო შვილო? რა მოხდა თამას, რა იყო? მოდი რა, დაჯექი დედა ჩვენთან ერთად, რა იქნება, დაჯექი. რა მოხდა რა? გავჯერდი ხო? შენ მოგიარხე. რას ლაპარაკობდი? განაგზე. განაგზე. ნუ იცი. თქვი. მე თქვი. ხარი იფეთო. სამედიცინოზე შეავარეთკო. რატო სამედიცინოზე ბიჭებს უპირატესობას მედიცინა კეთილშობილი პროფესია. შეიძლება გახდე თვალის ექიმი, ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი. ხო, რა თქმა უნდა. ჭირიმე დედა, მოხვედი და მაშინო გულზე მომეშვა. ხო, შენ გენათვალე, ჭირი. ხო, შენ მამა შენს უნდა რომ მუშაობა დაიწყო. მუშაობა? ხო. მე? ხო. სად? გამოგიძებნი რამე იოლ საქმეს გენათვალე, სადმე ლაბორატორიაში. სად? ბოტანიკურ ბაღში. ხო, ბოტანიკურ ბაღში. კაცი ბედერე იყავი ჟენი ჭირი ბოტანიკურ ბაღში რომ დავდიოდით ხოლმე მე და შენ. ირე და ვანდალედი ხოლმე მიჭაჭრო ჭიჭკრედი ყვავილები რო კრევდი ბოტანიკურში კარგია, მაგრამ რატო მაინდა-მაინც ლაბორატორიაში? მე მინდა მებაღე ვიყო. გავზდი პალმებს, ბანანებს, ასფურცელას. დაიწყებ წყლის თრევას, მიწის ჩიჩქნას. რა პირწავარნილი პროზაიკოსი. თამას შენ არ ვიდარდო? რა? მე ვიდარდო? ის არის უტეხია ყველა შენისთანაც. დედა მალევინე. ლექსო. გაკენ.
ჩავარე? მთელი გზა იმას ფიქრობდი, რა ტყუილი მეთქვა. სულ შემოვიარე მთელი ქუჩები ვერაფერი მოვიფიქრე. რა? ცოცხალი ხარ ბიჭო? ლექსო, სადაც არ ამბე. შემიჭირიმე. ხო იცი როგორ აღღელავთ არა? ჰა? რა ქენი? ჩაბარე? ჩავარე? ხო, მართლა მომილოთას გენეთელი მომილოთას ყოჩა. წავალობა და ბიძაშას გავახარ. შენ იცი რა? რამდენიც გინდა იმდენი არის. მაგრამ ხალხს ნუანერულება. შენზე დარდით გაგიზდა ხალხი. ვინ და მე ბიჭო? რა იყო რა დაგემართე? რა და რო დადიხარ მთელი დღე არ უნდა დაიბარო სახლში სად მიდიხარ? ჩვენ მაიკოსთანაც ვიყავით, დიტოსთანაც ვიყავით. ხომ შეიძლებოდა მანქანას გაეტანე ან რამე დაგმართოდა? შენ რაღაც დადიოდი მასთან ერთად. მე კი არა ის დადიოდა ჩვენთან ერთად. შენთვის მაშინ სულ დამეჭმუჭნა კაბა. ამაზე. როგორც იქნა დააფასე ხირსე უბრალოდ. შენ რა გონია? მე ჩემი ხელით ვიკერავ. მამჩი, მარტო სახალხო არტისტი კი არ არის. კერავია. ფაბრიკაში მუშაობს. ხოდა მეც მასწავლა კერვა. აბა, სახალხო არტისტია. არა. იცი, მე თამასთან და ნგზერთან მეათე კლასში გადავედი. იმათ სკოლაში. როცა გავიცანი ბავშვები თამას მეთქვა მამა ჩემიო პროფესორიაო. ნგზერმა კი აკადემიკოსიო. ხოდა მეც რა უნდა მეთქვა? ავდექიდაც კი მამა ჩემი სახალხო არტისტია თქვა. სისულელია რა. მე იცი როგორ მიყვარს კერვა. გამყამობით გავჯდები და რაღაცებს ვიგონებ. ფანტაზიურად. შენ კიდე დავინახავ თუ არა იცი მასხრად მიგდე. კეთინა. რა? ვერ გამომერიდე კარგად. რასო? ერთი თუ არა შევხვდი და როგორ არ მინდა თბილისიდან წასვლა. ჯერ რატომ უნდა წახვიდე? დღეს მე გამოცდა ჩემბარები. ტყუი. არა მართალს გეუბნები. აბა ჩავაბარე. იცოდასთან მომერიდა მეთქი. წავალ მორჩა და გათავდა. სახაზედაც მომჩნევა. თამას. კარგი. თამას, მოდი ლექსონ გამოსა ვერ ჩააბარა. რა? რას ამბობ? რა ვიცი პირველ ორ კითხვაზე კარგად უპასუხე. მე სულ დავიბენი ვეღარ ანიშნული. არ ვიცი აღარ დამიცდია წამოერთ. რატომ არ დაელოდე ეხი ბოთხიანი მიიღე? განმშტელობა თავარია ხუთიანი უნდა მიმეყო. მოიცარი, ეხლა დაწყნადი, მომისმინე, დაწყნადი. რა გინდა თამას? გინდა დამამშვიდო არა? არ აღის. რატომ? აბა აღმა ვიარო აქ. წავალ სოფელში ვიმუშავე. მე უკვე ყველაფერი მოვიფიქრე, მივახცევ ჩემსას. მოიცა, ეხლა ვეაპირებ გამგზავრებას. არა, რეგ მივდიო რა ბილეტიც ავიღე. მაჩვენე? თბილისიონი. მეორე რეისი. ბიჭო, დაგეცადა სანამ სიას გამოაკრავენ, რა გეჩქარება? რას ვუცადო თამას, რას ვუცადო? მე აქ საეგებიო ჩამოვედი და საეგებიოთ აღარ დავჩები. თამას ერთი წუთი დაგტოვე რა. კი ბატონო. თბილისიონი. მეორე რეისი.
იქნებ მე ვიყავ მისეს. ისი იქნებ მე ხელს გისმიდი. მითი მიშლა შენ მე მეხმარებო თამაზე რო დაეძინებდა ხამით მე ავდგებოდი არა შენ მე მეხმარებოდი შენ მე მიყვარხარ ასეთი რამ არასდროს მომსვლია ჩემს ცხოვრებაში ლექსო მე ხო გაგაცილებ არ მინდა შენი გაგაცილება არ მინდა დაიცადე დამთავრდა ჩემი თბილისის ეპოპეა. თავად. ალო? ხო, თამაზი ვარ. ვინა? არ გამაგიჟო. ნახე ბიჭო, ნუგზარმა ყველა გამოცდა ჩააბარა. მერე? ხო, იცი რა, ეხლა ამცალია. მერე დაგირეკავ, ამცალია. აი, ისეთები როგორიც ეს ვაჟბატონია, ყველაფერში გამოქექლები არის. უგეშინია თამაზ. მაინც მოიტანს. ერთ წუთი კოკა ყოველთვის ვერ მოიტანს. მოიცა ერთ წუთით არ დახურო. ტექსო. აი ეს ჩადა. რა არის ბიჭო? მოგითხარ, მოგაფეს თუ იყიდი მე. კარგი. ბიჭო, ჩვენთან მაღაზიაში იყიდ. კარგი, ნუ გამოაჩენ, რა მოგივიდა. ნახე. წავიდა. ლექსო. აი ეს შენ ხარ. მე ვარ? ვაი, გადმოვა. არა, ლექსო, აი ეს შენ ხარ. უკანაში მე. ტრალი ტილი ერთად ვიდივართ აი ბილეთი წავიღე ზუსტად იგივე რეისზე 2 თბილისი დასამოვი მოვდივარ მორჩა და გათავდა შენ საწინააღმდეგო ხომ არა გაქვს არა მე არა ჩუმა თქვენებს უთხარი არა და არც ვეთქვი ატეხენ ერთ ალიაკო ზარიცი დედა ჩემის ამბავი სადი უთხარ თორე ვერ წამო კარგი რა ლექსო სადგურიდან დავრეკო ბიჭო აი ჩემი ამხანაგებიდან ვინც ვერ მოხდა უმაღლეში ხო ახლა ყველა დგას რუსთაველზე დაკიალობენ ლაბუცობენ და მე არ მინდა მე მუშაობა მინდა აი იქ სადმე შენთან უნდა მომაწყოს სადმე სულ ერთია რა სამუშაოზე იგი თამას ფოცხოზე და წყოვილით სანადირად თევსაც დაგაჭერინებ ბადით იცი მოისრი იცი დაჭერა ბადით არა გასწავლე წალი თქვენებს უთხარი ხო და იქ რამეს მოვიფიქრებთ მე და შენ ერთად ასე არა მოვიფიქრებთ ხო მიდი რა უთხარი თამას რა კარგი რა ლექსე რა სადგურიდან დავრეკავ გეშინ მე მეშინია არა სულებითაც არა მაგრამ ატყდება ერთი ვაი უშველებელი ხო იცი არა დედა ჩემის ამბავი რა სალაპარაკი უთხარი თორე ვერ წამოხვალიცოდი კარგი რა მე თვითონ მეტყვია კარგი რა ლექსე კარგი რა რა ბიჭო ახლა ყველაფერს მე დამაბრალე დაიცა აი ნახე ბატონო აი დაიცა ეს რა
ნახე. ლექსო, ნახე ზედმეტი არაფერი არ მომაქვს. ხო. მოიჭე. ამას წამოუღია. ბიჭო, აი ეს წინდები რა? აი ეს პული, შენ კონდე. იცოდე მე არ მომწე. ამდენი პული საიდან ბიჭო? ჯიგულის ყიდვა მიდოდა და ვაგროვებ. რა დგინდა მე ჩემთან მოდი. ჩემი პულია. ჩემი პულია. იცი, მაგრამ ეს არ მამა საჩუქრად მაძლევდა და მე კაპიკობით ვაგროვებ. კარგი ხო, კარგი, მაგრამ არ დაგჭირდება ჩემთან მოდი. მიდი უთხარი თქვენ. არა მე ვერ ვეთქვი. კარგით ამას უთხარი. მე წავალ და მე თვითონ. ხო გითხარი სადგურიდან დავრეკოთ მეთქი. რა გიყვა, აბა რა ვქნა ახლა? ლექსო, შენი ჭირი მე წამოდი ახლა შილო და წასვლამდე შეჭამე რამე ისე არ შეიძლება გენეთო. დედა შენი ჭირი ნახე აი წინა ვაგონში ლექსოა უკანაში მე აი წავედით ახლა არა წავედი ტრალი ვალი დედია კოდის ნაკობი დედა ლექსო ვიდივა ტრალი ვალი ეტანამი თამათიკო სანამ ახლა ჭამე ჩიუგანე მოასწრებს. დედა მე ლექსოს მიყვები. ხო, შვილო, ხო მოასწრებს ჭამას. დედა სადგურამდე კი არ მიყვები. საერთოდ მიყვები მამი და აგრაფინას და ნოღონ ჩხუბი არ დაიწყო ახლა. ჩხუბი არ დაიწყო. ხო, დედა რა მოხდა? კარგი რა მოგივიდა. მათაზე მომო ბაბა რა. მოდი ახლა მამა ჩემი არა გოგი და იმედა ამ დაუდაგე ახლა. დედა. სეცბაშატონი მიდის. რაჭაში მიდის, რაჭაში. მოიდა მამა მომისმინე აი ყველაფერს აგაბნები. ყველაფერს აგაბნები. დედა რა არის გასაჭირო ახლა ეს პანიკა. რა მოხდა რა გაგაჭიროთ ხალო რა აბა ეს რა თამას. ხო. დაწმადი. დაწმადი დამშვიდი გასაგებია. არ გაუსაციკო. მომდა ხელი და შენც წესი რა დილაპარაკე. ხო, აი მამა ყველაფერს აგიხსნე. ხო, მიზივარ. ბაბა რა ხوارა ვარა რა. მიდიხარ ჩვენიანებთან. მამი და აგაბინებთან მე და ლექსო ერთად. რაღაცად მოვიფიქრებდი. აბა დინჯა თამას. კარგი გასაგებია. დაისვენე. მოიფიქრე. არ მინდა დედა, არ მინდა არა, არ შეიძლება ასასიკო. არ შეიძლება ისგამი ხომებინები არ ასიკო. არ შეიძლება დამშვიდი. დაწნარდი შენს თან ხო წესი რა დილაპარაკე შეიძლება. არ გამძლებ შენი ჭირი. ხო დედა ვერ გამძლებ. აჭილი აგიქონდა და ჩულა. არ მიდივარ ეკლა და დამანე მართლა დასიკო. ნადი დასიკო. დამანები და. მოიფიქრე მოიფიქრე. არ შეიძლება მე გამძლებ შენ თამადი. რა თაგინა იქ მოგაწყო და ნაკრებს და დახავდი. თუ კიდე ჯისებს გიყიდი. არ მინდა იმას შეიძლება. არ შეიძლება. აბა რა გინდა შილო რა. თუ კიდე ლექსო რომელი სადამოძო ლექსო ეხლა ხელებში რომში. მამა მე ლექსო არ მინდა მამა მუშაობა მინდა მუშაობა. რა გინდა რა. არ მიდივარ დედა არ შეიძლება გული დედა გული არ გემართება ჩემოდასიკო დაწნადი შემიძლია დამანებოს დამათავე ეგაც თუ არ მოეწონება რა ჩამოვა ისევ ჩვენთან დაბრუნდება ჩამოვალება იქ ხო არა რატო შორტ ხომ არ მიდის არა ციმბირში ხომ არ მიდის აგრაფინასთან მიდის რაჭაში წავალ დახედავ შენ კარგად ხედავ რა ვიცოდათ მამა ხოუდგარი ეკლა არ მიდივარ მეტი და რა არ ერინულებ დადეგი და გაიყვანი აგედა სიკო ნუნერდი უბრალოდ არ შეიძლება შენ უბრალოდ წვეთები მიიღე ადექი ადექი და მოდი შენ ჯერიმე მოდი გენახვალ მოდი ახლა მოდი მიიღე წვეთები მოდი მამა მოდი აქ მოდი ერთი წუთით მამა რა გემართება ბიჭოშ არა გემოჩხუბოს რო არ მიშვებს აი ამიხსენი რატომ არ უნდა წავიდე აი რა მამა აი მიხსენი რატო არა შენ დაჯექი ჯერ დაჯექი დაჯექი აი ლექსო ხო ჩამოვიდა ჩვენთან რომ ისწავლოს არა ხო ჩამოვიდა ხო ბატონო ჩამოვიდა მე რო წავსულიყავი მოსკოვში და იქ ჩამებარებინა რომელიმე ინსტიტუტში ხო გამიშვებდი არ ვიცი ახლა ალბათ ო გამიშვებდი არ უნდა მაგას ახლა კი მაგრამ თამას ხომ იცი შენ მამა თავარი ის ხომ არ არის ვინ გამოვალ მამა თავარია როგორი გამოვალ კაცო შენ თვითონ არ მასწავლიდი ჩუ შენ ახლა თამას მე ნუ მიწევა კაკიტა და წავალ იქ ვიმუშავებთ ერთად რაღაცას მოვიფიქრეთ მე და სულ ერთი არ არის აქ ფილში გამოშვით იქ ჩვენთან სიწყნარეა მამა შენი ჭირი რა მეცადინებ მე საქართველოს კავშირის მომწყვეტი თამას დასმარდი
ბიძია ახლა მე არ ვიცი მე ცოტა არ იყოს დავიბენი ბიჭებო რა უთხარი არა მე წინასწარ ვერაფერს ვერ შევკიდებით ამას მივახდე და შენთან და ნახოთ მე რაღაცას ვეცდები ოდო უთხარი გამიშვას რა აი ამიხსენი ახლა მტყვანი ვარ მა ხო კარგი გამოგიშვები კარგი ჩავდა სიგარეთი კარგი მიხარ ვარ გავუშვათ ის ბიჭი აბრაფინასთან რა მოხდება ვერ მოხდება ლექსო ხომ ჩამოვიდა ჩვენთან გამოვშვ გავუშვათ გონი თავდება კარგი და ლია ახლა ეს ვეთები დაწმა მოდი შენთან არის კიდევ კარგი მოგისწარი. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ? კარგად. იცი რა, მე ხო სასოფლოში ვიყავი. მერე? ხო, იქ სიები გამოაკრეს და ვიფიქრე სიაში ხომ არ ხარ თქო. დილით მეც ვიყავი. ხო. მაინც უმოკლეობა გამოვიჩინე მე, იქნებ ვიყო მეთქი, მაგრამ აბა შენ უმომიგდე. არა უშავს თბილისში ჩამოსვლას უკმა დარჩაულია ჩემთვის. შენ შეხვდე. ნახე, ხო წახვალდა. ცოტა გავიწყდები. მე? ხო. არა. ისა. რეგო. აი შენ. ეს ჩემია? ხო. მოგწონს. ხო. სუჭი, რა კარგია პატრონს, ხური ჩამოვიშვი. აი ეს რა? აი კიდევ. იცი, წერილია. ოღონდ მე დავიგე. მე. თამას, გარე. აგააჭირეთ საქმე. რა ვიცი, სტუმრად ვარ. გამარჯობა რა? ვარ და. შენთან არიან ლექსი. გამარჯობა. ვა. რა ვარ, გამარჯობა. როგორ ახარ ბიჭო, ასე უნდა. მე ვერ ამიშავ, შენ რა ვარ? ვიცი, როგორ იქნება დამარცხებული კაცი ხომ იცი მაინც. კაი, ახლა დამარცხებული არა. ჩამოყოლ, გაიცად და ჩააბარ. 1-2 დღე კი ვიქნები ეს. მეზობლები ხომ იცი ახლა? კარგი, გეყოფა. გაიცად მოხდა. აუ, წაუმღერა. შედაღაც კაი ხასიათზე ხარ. რატომ უნდა ვიყო ცუთხაზეა წერა? საერთო საცხოვრებელში 4 საწოლიანი ბინა მომწეს. ჩვენ გატყობთ თბილისში ნათესავები საერთოდ არ ყოლია თურმე. აბა, მართლა ხო არ გეგონათ რომ მე თბილისში ნათესავებთან ცხოვრობდი ვიცი. ფალესულის ქუჩაო, ბათუმის ქუჩაო. არა, უღორ. პირველ ხანებში გამიჭირდა, ხო იცი, ძალიან გამიჭირდა და დავდიოდი აქედან გამგონებული წიწილასავით. რასავით? გამგონებული წიწილასავით. მაგრამ მე თანდათან შევეწვიე. ხანდახან სადგურზე მეძინა ვიცი. ახლა 4 საწოლიანი ისა მაქვს, 4. ხან ერთ საწოლში წვევი, ხან მეორეში, ხან მესამეში, ხან მეოთხეში, მოკლედ წელი დღე ვგორაობ რა. ლექსო. მართლა რაჯაში რო ჩავალ ხო? არა, მეც მალე ჩამოვალ, მაგრამ მამა ჩემს უთხარი რომ ყველაფერი კარგად არის. მოაწყო და 4 საწოლიანი ბინაც მისცეს. ისიც უთხარი რომ ნუაბოლებს დღე და ღამე თავის ყალიონს. იქ რა ვარ ახლა რა? აბოლებს ნერვიულობისგან. თამაზიც მოდის სოფელში. რა გაცინებს რა შეგაცო აბოლოს და იყოს ახნა ახლა. აბოლოს ბატონო. თამაზიც მოდის თამა, სოფელში. შენ ვიდი ხო? დიდი ვარ ხო? რა არ შეიძლება? რა ხალხია ბიჭო, გამაგიჟებენ რა არ შეიძლება? შეთქმედი ხარ ბიჭო რაჭაში? მართლა მოდი. მოდის რა იყო? ლექსო, მოდის ჩემთან ერთად. კარგია. ლექსო. მოდი რა ერთი წუთით. კეთკინა იმ დღეს რო გითხარი? მე? რა? არა, რაღაცები რომ გითხარი იმ დღეს. ის სულ დამავიწყე. ასე მალე? ხო, ვითომ დამავიწყე. რა კარგი იყო სოფელში. კარგი იყო. გააჩნია ვისთვის. ის გავეს 5 წელი. რა უნდა 5 წელი სულ მალე გაივლი. მატარებელი. თამაზის უპირეს. კარგი და ხელსტუმგრებ არ გაუფუჭო, ძლივს იშოვეს ეს. გული არ გავიღე. აი ჩადე. აკეჩადე რა. რა შევიდე ბიჭო, აღარ მივიდივარ. ჩუმად იყავ რა გავა. თამას გიშვებე შენ? ბიჭო არ ვიცი და ჩემ. გიშვებე? ჩუმად იყავ. ჩუმად იყავ ახლა ხმა არა მოი. თამას აი მამაშენ, თამას. თამას
დედამს თქვა ეს თერმოსი და ჩექმები წაიღოს. ამას როგორ არ გინდა შეკვები სოფელში მინდა თავის ვარ გარდა ამისა თამას დედამს თქვა რომ დაბამბული საბანი წაიღოს. რა დაბამბული საბანი მამა ეხლა რომელი მწვანე თუ ატლასის რა ვიცი ხო მწვანე ატლასის ბიჭო დედაჩემს რო უყურო ბუმბულის ლეიფსაც შემომაჭეჭებს არ იცი მაგის ამბავი არ იცი მე წამოიღე ისიც იქ საკუჭრაო მაგ და შევინახავ ის საკუჭრაო გაქვს კიდე ხედავ ხო აი ხო გადავწყვიტეთ და ხო არა რა საჭირო იყო თვითონ რომ მოხდა რა მე ვერ წამოვიღებდი თუ ლექსა შენი ჭირი მე ყურადღებით იყავი თვალი არ მოაშორო თამას ძალიან აქო ძალიან მეშინია ასიკო სადღა ფოცხერი გენასვალე გადა ზოპარ შეღარა აი ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც ლექსომე რასაც გეტყვის გაუგონა ყველაფერი შენი ჭირი დედა ეხლა მომის აი მამა ამას უთხარი ეხლა სადგურზე არ წამოვიდი კარგი ბიჭო რა არ შეიძლება რომ წამოვიდი და სადგურამდე რომ გამოვაცი კი რა ხო არ გონია მე ფრის გული მაქვს ბიჭო პირველად ვიდივარ სახლში გაგვიანდებათ ახლაც გაგვიანდებათ ხო გაუგონე ყველაფერი გაუგონე ხო დედა დაგვიანდება ბიჭო დაგავდე ამას იცოდე არავითარ სამუშაო ხარჯში დედა კარგი რა ლექსო აგრაფინა მოდიხე დედა კარგი რა მოდი და სიკვაქე მოდი მოკიდე ხარ სამშვიდი გეყოთა კარგი გაჩერდი ახლა კარგი გეყოთა გამოიდირე ახლა ხო გამოიდირე რა რაჯაში მიდის ბიჭი ციმბირში ხომ არ უშავ ახლა გაჩერდი და სიგო ჭირი იქა ხინი აქა კატო იქა თქვილი აქა ელასა მელასა ჭიქამეკიდა ყელასა თქმელსა და გამგონებელსა სიკეთე მოგცეთ